მამისა და დადისა და სულისა წმინდისა და დღეს არის დიდმოწამე ეკატერინეს სენების დღე ცხოვრობდა მეოთხე საუკუნეში სამი უმაღლესი ჰქონდა იმ დროის დამთავრებული და იყო ფიზიკურად ულამაზესი და როგაიგო იმპერატორმა რომ ის იყო ქრისტიანი იყო ისლამაზის გამო შეეცოდა საწამებლად და თხოვა ფილოსოფოსებს მთელი ქვეყნის მოიწვია რომ დაეწუნებინათ ეკატერინე რომ ქრისტე ღმერთია, იმიტომ რომ იცოდა რომ განათლებული გოგო იყო და 50 ფილოსოფოსი დაელაპარაკება დიდმოწამე ეკატერინეს და დიდმოწამე ეკატერინე პირიქით იქ დააწუნეს ფილოსოფოსებს რომ ქრისტე ღმერთია და ეს 50 ფილოსოფოსი ეწევა ქრისტეს მეისა გამო და თვითონაც მაგასაც აწამებდნენ იმპერატორი და ამის შემყურე იმის რა ქვია რომ აწამებდნენ დედოფალი ავგუსტას ეწამება ასევე ეს ვინც იყო მხედრების უფროსი იმ დროს ესე ჯარისკაცი 200 მხედარი ეწამება ეკატერინეს შემყურე ქრისტეს იწამებს და 200 კაცი და ეს მხედართავარიც ეწამება ქრისტეს მეისა გამო და დიდმოწამე ეკატერინეს მხოლოდ სიბრძნე განჯა დიდი მნიშვნელობა განჯას ახლა შემრევლია პოზიციას და ოპოზიციას ვინც ესე იგი ის არა ოპოზიცია საერთოდ მასმედია რასაკეთებს ოპოზიცია ოპოზიციაში ვინც არის განეკითხავს არა მარტო განეკითხავს სიზუვიში აგდებს ასევე მთავრობის მომხრეები რო არიან შეიძლება ისინი ზოგიერთების სიზუვიში და ჩემი მოვალეობა კიდე რა არის ჩემი მოვალეობა გითხრათ ოპოზიციაში ხარ თუ ოპოზიციაში ხარ თუ პოზიციაში ხარ ხელისუფლებას აძლევ ხმასა ხელისუფლებაში თუ ხარ რატო აძლევ ხმას ხელისუფლებას იმიტომ რომ გინდა რომ არ იყოს პოლიგონი არ იყოს ესე იგი განადგურება ფიზიკური რომ იყოს მშვიდობა იმიტომ აძლევ რომ ხელისუფლებას ესეთ მდგომარეობაში ჩააგდოს ქართული ხალხი რომ არ გაბუდეს ქართული საქართველოსაგან თუ ოპოზიციაში მე ვეუბნები ოპოზიციის ხალხს თქვენ მთავრობაში ნაკლონებას ხედავთ კარგია კარგი ოპოზიცია, კარგია ხელისუფლებისთვის, მაგრამ მარტო ყველაფერში ცუდს რო ხედავ, ერთ კარგსაც რო არ ხედავ, ეს არ არის ოპოზიცია რო იცოდეთ. იმას ყველას სკამი უნდა და მეტი არაფერი და უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი თავი პოზიციაში ხართ, ოპოზიციაში ხარ. არის ქრისტე და ამას მიხვდა ეკატერინეს არ იყო ქრისტიანი, მაგრამ შეხვდება მოძღვარი, ლოცველი იმიტომ რომ მიუყვანენ მაგას იყო გამარტოებით წმინდა პერი და რომ მიუყვანენ აუგუსტის ქრისტესზე და ესეც დიდმოწამე ეკატერინე იწამებს ქრისტესა და მისი სახელობის მონასტერია სინავთას კიდე რაც ქვია სადაც აფიცნება მისა ღმერთმა მოსეს ტაძარიაზე მოდართის ქვემოთ არის ეკატერინეს სახელობის მონასტერი მამათა მონასტერი ძალიან დიდია ვიღავი ფიზიკურად ეგვიპტეში ეს ყველაფერი და ეგვიპტე არის მუსულმანურ ქვეყანაში ქრისტიანულ მონასტერში ერთი დღეს არ შეწყვეტილა წირვა ამიტომ რაღაცა თუ ხდება განადგურება აი ახლა ზოგი მეუბნება რომ სულ რატო ხადაგებ აი კირიონი ფუსებმა მოკლეს ახლა მე რო ხადაგებ მე მაინტერესება რაზე საერთოდ ისტორიის უცოდინარობა როცა რაღაც მაგალითებს იღება კირიონი მოკლეს და კირიონმა რუსეთში დაამთავრა ეს რაკია განაცოდა მიიღო იმაში რაკია უმაღლესი განათლება ყველაფერი მიიღო რუსეთში ილია ჯერჯევაძე ვინც მოკლეს იმანაც რუსეთში მიიღო განათლება კამარა განაცოდა და განათლება იდეიგივე არა სადაც არ უნდა დაამთავრო ამერიკაში თუ დაამთავრო და რუსეთში თუ დაამთავრო არცეთი არა არც ან ევროპაში არცეთი არა შენ მეგობარი და აზუს არ იქნება ამის ისტორია იცით ქვეყანა ქვეყნის მეგობარია ზუსტ არ იქნება, იმიტომ რომ ქვეყანა ქვეყნის მეგობარია მანამდე სანამაგადაგეთ ინტერესები და ყოველთვის იმპერია, აი ბიზანტიის იმპერიაც, ესე იგი, თავისი ინტერესების გამდარებული იყო საქართველოში და ბერძნულად იყო დასავლეთ საქართველოში წირველში, ესე იგი, არ არსებობს იმპერია, რომელიც ითვალისწინებს პატარა ქვეყნის ინტერესებს, ამიტომ შენ ქართველი რო ხარ, ფიზიკური ტერიტორიის დაბრუნებისთვის, ფიზიკური თავისუფლებისთვის კი ხდება ბრძოლა შიუდეთ მეზობელთან. სულიერისთვის კი ხდება ევროკავშირთან, არა ფრანგთან და ესპანელთან, არამედ
ევროკავშირიდან, რომელიც არის მოყალატე ღმერთის, იმიტომ რომ რასაც ევროკავშირი ქვია, ზოგიერთ ქვეყნებში დაგონია ასული ქორწინება, ამიტომ მოყალატე ღმერთის და ბავშვების, იმიტომ რომ ეს ქორწინება მითის იქამდე, რომ იმათ ბავშვი აიყვანო. კანონია მოყალატე და არა ფრანგი და ესპანელი. ასევე რუსეთის ხელისუფლებაა ჩემთვის მტერი დამარხვა ტერიტორიები და მითომ ფიზიკური მტერია, არა რუსი ხალხი. მე შეიძლება მოყვას, მაგალითად ის კენიონის ყველი რომ მოყვავს. კომენტარებში რომ მიწერ. ანუ რომელნები რატო ხადაგებ რუსულად, ეს იგივე ახლა ექიმს უთხრა. შენ რატო მეუნები არაბს არაბულად, თურქს თურქულად, რუსულად, იმიტომ რომ ისინი მტრები არიან, ირანელი. მტრები არიან არა ხალხი, არამედ ხელისუფლებები იყო ყოველთვის ჩაგრავდნენ მუსულმანები და რატო ჩაგრავდნენ? იმიტომ რომ იმათ არ ჯერათ რომ ქრისტე ღმერთია. ახლა ჩვენ დროშებზე რო სტუდენტები და ეთაბავში არიან, იმიტომ რომ შენ როგორც შენ ეძახი უჯულოს, ის გეძახი შენ უჯულოს, იმიტომ რომ იმას არ ჯერა, ვისაც ქრისტიანი არ ქვია, მათო მუსულმანს კი არა. ყველას ჩვენ გვიყურებენ დაცინვით, ჩვენ გვიყურებენ როგორც ადამიანებს აღმერთებთ და შენ რო ქრისტიანი ხარ, რო უნდა შეხედო ამათ, გიწერია ლოცვამდე, არის ფიზიკური მტერი ყოველთვის იქნება და ყოველთვის იყო, სანამ არ იქნება გმიროსა და სულიერი მტრები და სულიერი მტერი კიდე რატომ უარესი? იმიტომ რომ ეს სულიერი მტერი გიზის იმაში სახში გიზის ტელევიზიის სახით. ეს ნათქვამია მე ჩვენ ბეცვეს ზაღვით მამის მიერ რომ ეშმაკი შემოუჯახებში ოყოთის სახით უტარქები იქნება სახურავზე ანდენაზია საუბარი. მაგრამ ეს ტელევიზია შეიძლება და ინტერნეტის გამომიყენოთ იმისთვის რომ უყოთ მამაბაისის კინოები და უყურას დოგმა. ინტერნეტის შეიძლება გამოვიყენოთ რომ უსმინოთ გალობებს, ხადაგებებს მამაბაისის. შეიძლება ვიკითხოთ წიგნები მამაბაისის ხადაგებები კიდევ უკეთესია ვიდრე კინოზღურება. ამის საშუალება გვაქვს. ასე რომ ვიკითხულობთ მოწამე ეკატერინეს და კი არის მოწამე მერკურის ხსენების დღე. რო ვილაპარაკო, შეიძლება მთელი დღე მოვუნდა ყველა წინაენზე ვილაპარაკო, მაგრამ ცა ყოველდღე ხო ვიღაც ხსენება ადამიანი ხო სწამის მოყარი და რო ვიკითხულობ იმას ვის ხსენება დღეს. თან სწამის მოყარებას გიწევს ხელს, შენს ფერე გემადება წმენა ერთგულება და სიბძდე მოგცეს კიდე რას ქვია. ხანჯის უნარი. იმიტომ რომ შეიძლება ძალა კონდეს. მაგრამ დამარცხდე როგორც დამარცხდა გოლიათი დავით მეფის წინაშე. ის დავით მეფე ეროვნებით ებრაელი იყო, მაგრამ ეს კიდე წერილი მარტო ჰქონდათ ებრაელებს. ასევე ეკატერინემაც იწამა ჭეშმარიტება და მე საიდან მეცე რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტება. იქიდან მეცე რომ 7 ზედისხებით ხდება განკურნებები. მომაგდოები ფერზე დგებიან, ექიმებიდან ჩამოწერილები, აღსარებაზიანები დგუნება, ესე ხოდა რეალობა. ასევე მონასტერში ზიგუნეა, ჩემ მონასტერში ზიგუნება ხალხი, ჩემ მონასტერში აზერბაიჯანის არის, სომეხის არის, უკრაინის და რუსეთის არის ეროვნები. ესე იგი ქრისტეში ყველა ერთი ვარ და როცა ამის ცოდნა არ აქვს, როცა იმის ცოდნა არ აქვს, რომ ქრისტე არის ჟანგბადი და როგორ შეიძლება რომ ესე იგი თუ არ იცის ადამიანმა ქართული, იმას არ ელაპარაკო, რომ ის ქრისტე არის ჟანგბადი. და რას ქვია ჟანგბადი არის? ჟანგბადი არის იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე ხარ მკვდარი. ქართველია, ქართველი ხო ხარ და ხო? მეც ესე იგი ეხარია რომ ჩემი წინაპრები ყოლხები, იბერები 14 დამწერლობაში ჩემი დამწერლობა სულ არის. ჩემი წინა 100.000 მოწამე, 200.000 მოწამე, თავარ მეფე იყო თუ შუტაროსტერი, მაგრამ ეს იყო მადლი და მადლის გარეშე შეიძლება ამბობ რატომ მოყავს ეს ცუდი? რომ შენ რატო გძოს ვიღაცა? ზოგს რუსეთის ძოს, ვიჩაგდების ხელისუფლება, ზოგს რუკავში ასვი მოწების გამო. მაგრამ თუ მიხვდები რომ შენც არაფერი არ ახარ, მე სხვა შექმდება, შენ თუ ძოს სხვა რომ გონია რომ შენ ისეთი არ ახარ, შენ უკეთესი ხარ და შენ კიდე გიმეორებ რომ ქართველი გაყედი 2 მილიონი ნახევარი სტატისტიკი. ქართველმა მოაწყო 91 წელს მამაზე აღმატე ხელი და იყო ხშირად ქრატიკა ხელწოდოდა გურია სამაგიეროს მადლის გარეშე როცა. ესე იგი სიცოცხლე არის ქრისტეში და თუ გვაქვს დიდი ისტორია, ეს მარტო უთხრათ ღმერთსა. ეს ღვთის დამსახურება, ღვთისწყალობა და ამას თუ მიხვდებით, მას ქვია ცოცხალი რწმენა და ეს ცოცხალი რწმენა მოგვცეს ღმერთმა. ჩვენთან არს ღმერთი.